მე მინდა უპასუხო გოგის როცა თქვა რომ დეგრადაციის წინაშე ვდგევართ და აბსოლუტურად ვეთანხმები და მე ვფიქრობ რომ სწორედ ამ დეგრადაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის რომ ილიკო არ გახდა კულტურა იგივე დათო არ გახდა რაღაც establishment-ის ნაწილი და ასე შემდეგ და თქვენ დღეს ხართ ვთქვათ რაღაც გარკვეული ასაკის და ისევ მოიაზრებით კულტურად ისევ მოიაზრებით რაღაც ავანგარდის თუ რა უკვე აღარ ვიცი ამიტომ ისიც ის თქვა მინდა რომ ეს ყველაფერი უნდა არსებობდეს მემკვიდრეობითობა თავის დროზე ყველაფერს უნდა მიეცეს შეფასება სადღაც უნდა დაიდოს არ ვიცი თაროზე ინტერნეტში წიგნში და აი ამ უნდა არსებობდეს აი ეს პროცესი უნდა არსებობდეს და არა ისე როგორც საქართველოში ყველაფერი ყოველ წელს ნოლიდან დაწყება ну აქ ისტორიულ რაღაც პრობლემებზე და წინააღმდეგობებზე არ ლაპარაკობ. ეს აუცილებლად გასაკეთებელია რომ ვიღაცა ხვალ არ გამოვიდეს, არ დადოს რაღაცა ლიფტი და არ თქვას რომ მე მოვიგონე ready-made, თუნდაც ამხრივ. ამიტომ მე ვფიქრობ რომ აი ამაზე მართლა ყველამ უნდა ვიფიქროთ რომ ის რაც გაკეთებულია როგორღაც მიეცეს შეფასება შეიფუთოს დაიდოს და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი. მე მაგალითად მინახავს ხალიჩები ფეხს გასაწმედი რომელზეც არის მონდრიანის ასე ვთქვათ პატერნი. ეს არ არის ცუდი. ანუ მონდრიანს ამით არაფერი არ აკეთება. უბრალოდ ყველაფერი დგება თავის ადგილას და აი ეს პროცესი ჩვენ საქართველოში არ აქვს და მე ვფიქრობ რომ სწორედ ამის გამო ხდება დეგრადაცია. ანუ ის რომ ვთქვათ მე ვიცხოვრე ამდენი წელი და სხვა მიცხოვრა ნაკლები არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ ასე ვთქვათ, მე უნდა გავხდე კულტურა. მე არასდროს არ მithქვია, რომ ან მე, ან ვთქვათ, ჩემი თანამოაზრეები, ან ვინმე იმ თაობიდან თუ ჩვენ ხდებით კულტურად, მაშინ ჩვენ ხდებით სასაფლაო. ესე იგი, არანაირად ეს არ არსებობს. გესმით, ეს არასწორი, აბსოლუტურად არასწორი მიდგომა არის, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, მუზეუმი არ მოიაზრებს მხოლოდ იმას, რომ ასე ვთქვათ, ეს ყველაფერი უნდა იყოს და მუზეუმში არიან ახალგაზრდა არტისტებიც, ანუ რა არის, იცით, ესე იგი, მე თუ ხდები კულტურა, ანუ ჩემზე უმცროსი და ახალგაზრდა არტისტები, ეს არ არის კულტურა და ეს უკვე არის სეგრეგაცია. ანუ ჩემი ადგილი არის მუზეუმში და მე უნდა მქონდეს, ასე ვთქვათ, უამრავი ლგოტები და უამრავი ხო რაღაც შესაძლებლობები ის რაც არ უნდა ქონდეთ ახალგაზრდა მხატვრებს. არანაირად მე არ ვეთანხმები ამ პოზიციას, მაგრამ ის რომ ჩვენ უნდა ქონდეს განვითარებული ინსტიტუციონალური ქსელი თავისი სახელოვნებო ცენტრებით, ბიბლიოთეკებით, საექსპოზიციო დარბაზებით და ასევე მუზეუმებით ცხადია. ეს აქ ესე იგი ორი აზრი არ არსებობს. მე ესეთი მოლოდინი მქონდა რომ რა ხმა 80-იანების ბოლოს და 90-იან წლებში ძირითადი კულტურა იყო ეს რელიგიური ნაციონალიზმი, ან მართლმადიდებლობა და ქართველობა. მე ესე წარმოვიდგინე რომ ეს კულტურა იქნებოდა ამის საწინააღმდეგო რაღაც. აი ეს ამაზე ლაპარაკი არ ყოფილა, თუ შეიძლება რომ ამაზე ვისაუბროთ, რა იყო ეს კულტურა და რა იყო ძირითადი რას დაუპირისპირდა. 80-იან წლებში რელიგია, ასე ვთქვათ, არ საჭიროებდა იმას, რომ დავპირისპირებოდით, იმიტომ რომ რელიგია, ასე ვთქვათ, იყო როგორც იყო სახელმწიფოსგან გამოყოფილი, იყო თავისთვის და არანაირი აბსოლუტურად პრეტენზიები იდეოლოგიაზე, ცენზურაზე და სხვა, ასე ვთქვათ, ასპექტებზე არ ქონია. ეს რაც ეხება 80-იან წლებს. მაგრამ მე მინდა გითხრათ აი 90-იან წლებზე. 90-იან წლებში შექმნილმა ვაკუუმმა სწორედ მისცა აი ამ ტენდენციებს ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, გასაქანი. და არა მარტო ამ ტენდენციებს, კიდევ უამრავ სხვა ტენდენციას, როდესაც ვთქვათ, მოხდა ჩანაცვლება გარკვეული იდეოლოგიის, ეთქობა ეს ხალხი შეჩვეული იყო ამ იდეოლოგიას და ახალ იდეოლოგია მოისპო და იდეოლოგია დაინგრა, დაიწყეს, ასე ვთქვათ, ძებნა ამ იდეოლოგიის და იპოვეს, ასე ვთქვათ, ეს იდეოლოგია, ანუ როდესაც ქვეყანაში 80 არ ვიცი, 90 თუ რამდენი პროცენტი არის მრევლი, ეს მაშინ ეს არანორმალური ქვეყანაა, ასე ვთქვათ, მაგრამ ეს რაც შეეხება 90-იანს 90-იან წლებში მოხდა ბევრი უბედურება, ესმით ესე 90-იან წლებში იყო ომი,
90-იან წლებში ანუ ისეთი აღრევა და ისეთი ქაოსი მოხდა ასე ვთქვათ და ისეთი ჩანაცვლება ცნებების, ურთიერთობების, მორალის და არა გადაფასება, არამედ სპეკულირება, ესე იგი აი რომ ვიხსენებ, ეს იყო რეალური ქაოსი, აბსოლუტური ქაოსი, სადაც ცხადია, ესე იგი რაღაცას უნდა დაეკავა, ასე ვთქვათ, აი უნდა შეევსო ეს სიცარიელები, ეს ვაკუუმი უნდა შეევსო და ეს შიმშილი უნდა შეევსო. ერთის მხრივ ეს იყო ეკლესია და მეორეს მხრივ ეს იყო სალონური, დაშაფრული, ასე ვთქვათ, კომერციული ფერწერა. ჩვენ გვინდა რომ კონტრკულტურის მეინსტრიმიზაცია მოახდინოთ სახელმწიფოს ჩარევით. თუ ვიტყვით ჩვენ რომ გვინდა კონტრკულტურის მეინსტრიმიზაცია, რა თქმა უნდა ეს არ არის გარდაუვალი და არ შეუძლებელი. მაგრამ თუ გავხსენეთ იგივე ტიპურ მოძრაობას, კონტრკულტურა არ გამხდარა მეინსტრიმი იმის გამო რომ ჩაერია სახელმწიფო. ის იყო ქვემოდან წამოსული, ხალხიდან წამოსული და არა სახელმწიფოს ჩარევით. ერთი მარტივი მიზეზის გამო, როდესაც შენ გიხდის ვიღაცა ფულს და შენ მიდიხარ მის წინააღმდეგ, ორივე ვარიანტი ან ხარ სულელი, ან ხარ დეგენერატი, როგორც მინიმუმ. იმიტომ რომ სულელი ხარ, როცა შენ კონფორმისტი ხდები იმის გამო, რომ ვიღაც ფულს გიხდის, ან კიდე ხარ უნამუსო, როდესაც შენ ლანძღავებას ვინ შენ ფულს გააჩნევს. გაიხსენეთ ირაკლი ჩარკვიანი, რომელმაც ლექსენთან დუეტი ჩაწერა უბრალოდ მაშინ, როდესაც მისი შემოქმედება, ასე ვთქვათ, მეინსტრიმული შეიძლება გამხდარიყო ხელისუფლების ჩარევითაც. ეს ფუნდამენტალიზმი არ არის მარტო დამახასიათებელი რელიგიური ან და საერთოდ სოციალური სივრცეთვის. ასევე რეაქციული არის თვითონ კულტურაში დღევანდელი მოვლენები. გოგიმ კი ამიგზავნა ამ თემაზე საუბარი, ანუ ხალხების სფეროს არ უნდა გავხსენოთ, ხალხების სფეროს, მაგრამ მაგალითად ანუ ლიტერატურაში მთლიანად რეაქციული გახდა დღევანდელი თანამედროვე ლიტერატურა. რას გულისხმობ? მათ ისევ აღიარეს ის იდეალები, რომელი იდეალებიც არც გადამუშავებულა, არც მათი შემდგომი პერიოდი, როგორც ვთქვათ, ტრანსავანგარდი მე-10 საუკუნის არ შესულა, არ გადამუშავებულა, ღირებულებაში არ მოსულა და უცბად ისევ მოდის სიტყვაზე ჯიფსონ ხუნდაძე. მაგალითად ხომ. ანუ ღირებულება რეაქციულია. ანუ ჩვენ ეს არ გვინდა, ჩვენ ვიდა კარგი ბაბანერკა, ჩვენ ვიდა რესპექტაბელური წარმომადგენლობითი რაღაც შეხვედრა, სადაც აი ცნობილი მხატვარი მოვა და ესეთ ბანძს მოხსნით და ასე შემდეგ. ანუ რეაქციული არის ამ ხრივ განმოვთარგმნოთ თქვენი ნათქვამი ფუნდამენტალიზმთან დაპირისპირება რელიგიური საკითხად იგივე ხდება აქ. წამოვიდა რეაქციული დამოკიდებულება და არ გადამუშავდა ნანა, აი ის სწორედ ღირებულება არ გადამუშავდა. მეორე რეაქციული დამოკიდებულება არის სწორედ თანამედროვე ხელოვნება. იმიტომ რომ თანამედროვე ხელოვნება მთლიანად გრანტირებული, მთლიანად სუბსიდირებული კი არა, აი ესეც სწორედ ნიველირებული სისტემა, სადაც ინდივიდი აღარ ჩანს. თუ შეიძლება ეს დავთქვათ, ეს პოსტმოდერნისტული რაღაც ესეთი მომენტია, თუ რაღაც სადაც ყველა კოლეჯის სტუდენტი ყველა თანაბარია გასაგებია, მაგრამ რაღაც მეილ არტის რაღაც უტოპიის განხორციელებას დაემსგავსა. სადაც ყველა აბსოლუტურად თანასწორია, თანასწორი ღირებულება აქვს, თანასწორი გამოცდილება აქვს, ეს არის თანამედროვე ხელოვნების ცენტრები. ხო კი ბატონო, დღევანდელი რეალობა ესეთია, ჩვენ ამ დღევანდელ რეალობასთან უფრო ახალგაზრდებს უნდა გქონდეთ თავის დამოკიდებულება, თავის რაღაცა მიმართება, მაგრამ აი იმას რა უყოთ? აი ის რასაც გადაახტა რეაქცია და უნდა რომ დაივიწყოს. აი გადაახტა იმას და ეხლა ისევ ამოშუპელის პოეზია მოდის, არაფერს არ ვერჩი მე ამ პოეტებს, მე მაგალითად იოსებ ნონაშვილი მიყვარს ძალიან. მაგრამ ამას კი არ ვერჩი, მაგრამ აი ეს ღირებულებებზე გადახტომა არ შეიძლება, რაღაცნაირად ხო რაღაცა ხელოვნებაში რო იქნება. ეს ხელოვნებაში მარტო იმიტომ ხო არ იქნება, რომ აი ამაზე დავხატე მე მაგალითად მინიმალისტი ვარ და მე დავხატე რაღაც ერთ ფერში, ერთ ტონში რაღაცა, ამიტომ ხო არ ხდება, იმიტომ რომ რაღაცა იდეა გაქვს შენ. ყველა მხატვარს აქვს იდეა, არც ერთი მხატვარი არ ხატავს იდეის გარეშე. თუ ამ მხატვრებს იდეები აქვს, ამ იდეებს ხო შეიძლება რაღაც თავმოყრა ვიღაცამ გაუკეთოს, რაღაცამ გაუკეთოს და არა გადავახტეთ. და არა რაღაცნაირად გავიაროთ. იგივე მოხდა ალბათ აი რას თქვენ იგიხეთ, სწორედ რელიგიასთან დამოკიდებულებაში, რომ ალბათ საერთოდ მოსახლეობამ არ გაიაზრა რა თქონდათ დაკარგული და რა აღიდგინეს. და რა აღიდგინეს, ამას აღდგენა მოხდა ფუნდამენტალისტურად.